მოგესალმებით ხალხო, მე ვარ ლუკა, ეს არის საბა და ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომელსაც გვიყვარს და გვაინტერესებს ლიტერატურა. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო პოდკასტი და გავგვეზიარებინოთ თქვენთვის ისეთი რაღაცები, რაც მნიშვნელოვანი მგონია. დღევანდელი ჩვენი ვიდეო, სტანდარტული ვიდეო არ არის, რაღაც არაორდინარულს ვცდილობთ და გვიწევს რომ გავაკეთოთ, გვინდა რომ გავაკეთოთ და მოგვიწევს ვილაპარაკოთ უშუალოდ ლიტერატურის კითხვა. რა ასაკში რომელი სახის ლიტერატურა უნდა წავიკითხოთ ადამიანებმა, საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ლიტერატურის კითხვას და როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი განათლებას. ამის ინსპირაცია სხვა შორის იყო ერთი შეკითხვა ქისადან, რომელსაც ამოვანათებთ და შემდეგ კიდე ამოვანათებთ, როდესაც პასუხს გავცემთ იმ შეკითხვას და პლუს ამას ის განათლების ვითარება, განათლებასთან დაკავშირებული ვითარება, რომელიც ახლა ქვეყანაში სახეზე გვაქვს. რომელზეც ცოტა ხანში ვიტყვით რაღაცას, მაგარი ამბავი უნდა გამცნოთ. ხო. ჩვენ არხზე არის პირველი გათამაშება ხალხო, ვათამაშებთ წიგნს ჟან ტიულარის ნაპოლეონს, რომელიც არის აგორას გამომცემლობის და ერთადერთი ან 3-3 რაც უნდა გააკეთოთ არის რომ ჩვენი არხი გქონდეთ გამოწერილი და დააკომენტაროთ ამ ვიდეოს ქვემოთ ნებისმიერი რამ და ვიდეო გქონდეთ დალაიქებული. ანუ კომენტარის ორი პირობა არის რომ გამოწერილი გქონდეთ და დალაიქებული ეს ვიდეო და არხი. შემდეგ ინსტაგრამის ლაივში რენდომაიზერით ამოვარჩევთ ამ კომენტარებიდან და გადავცემთ ამ წიგნს. თუ ვინმეს გაინტერესებთ ნაპოლეონი, ანუ მხატვრული ლიტერატურა არ არის არამხატვრული და ნაპოლეონის ცხოვრებით ვინმე თუ დაინტერესებული ხართ, რავი, ჩემი მეგობრებიდან ბევრი არის და კომენტარით და რა იცით იქნება მოიგოთ. ეს არის პირველი გათამაშება, ამის მერე შევესწრებით, რომ ცოტა ისეთი მხატვრული ლიტერატურაც გავათამაშოთ და ცოტა მეტი რავი, ნახოთ. გვინდა რომ მომავალში მხატვრული ლიტერატურა ისე ხშირად გავათამაშოთ მოკლედ. და ნახოთ რა იქნება. და კომენტარით ეგ არის ჩვენი სანიშნიც და რამდენიმე სტიკერის მოყვება. ეგ დამავიწყდა ხო. ეგეც იცოდეთ. ჩვენი სტიკერები და სანიშნების მოყვება. აი, ესეთი სტიკერი, მეგობრებო, ესეთი. საყვარელი სტიკერი. ხო, ეხა იმაზე ვთქვათ რა ქვია. ერთი ანუ ეს ეხა ასაკზე რო საუბრობთ, ზოგადად ცხადია ეს არის ადამიანის პიროვნულ გამოცდილებაზე დამოკიდებული, უბრალოდ აი ესე ზოგადად რაც შეგვიძლია რომ ვილაპარაკებთ. უბრალოდ მიზეზზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა, ხო, რატომაც განსაკუთრებით აქტუალურია მას შემდეგ, რაც საუნივერსიტეტო რეფორმა, სახელმწიფო უნივერსიტეტების რეფორმა, რომლის ალბათ შემდეგი ეტაპიც იქნება კერძო უნივერსიტეტები რაღაც სახით, მაგრამ პირველი ეტაპი არის სახელმწიფო უნივერსიტეტები. ამ რეფორმამ გადაგვაწყვეტინა, რომ იმის გარდა, მოწერილის გარდა ქისაზე, რომ ჩაგვეწერა ეს ვიდეო. რატომ? გვინდა რომ გავუშვათ ჩვენი მხრიდან მხატვრული ლიტერატურის გადმოსახედიდან განათლების მნიშვნელობას ხაზი. იმიტომ რომ ზოგადად ეს პრინციპი არის ასეთი, რომ არადემოკრატიული რეჟიმები და ძალები ყველაზე მეტად ერჩიან განათლებულ ხალხს, მათი ეშინიათ პირდაპირ რომ თქვათ და ლოგიკურია რომ განათლებული ადამიანები თავს იყრიან უნივერსიტეტებში, ხა ახალს არაფერს არ ვამბობ. და უნივერსიტეტებში ასეთი რაოდენობით შემცირება სტუდენტებისა, ფაკულტეტებისა ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ეს არის მცდელობა, რომ მთავარი სფერო ქვეყანაში განათლებული ადამიანების სამჭედლო უბრალოდ დაიმორჩილო. ამიტომ ჩემი აზრით და ჩვენი აზრით საჭიროა რომ ვისაც რაც შეგვიძლია ჩვენთვის ინდივიდუალურად სხვადასხვა პლატფორმებზე ინტერნეტი მაგის საშუალებას გვაძლევს და ინტერნეტი ჯერ გვაქვს, რაც შეიძლება მეტი საგანმანათლებლო პროექტები უნდა ვაკეთოთ. ჩვენ რაც შეგვიძლია და რაც მოგწონს მხატვრული ლიტერატურა ამ შემთხვევაში ამას ვაკეთებთ და თქვენს რაც კი შეგიძლიათ, ჩვენი რჩევა იქნება, რომ განათლებაში თქვენი ინდივიდუალური წვლილი ამ საზოგადოებისა შეიტანოთ. იმიტომ რომ ისტორიულად ეს ყოველთვის ესე იყო. ჩვენი ყველაზე დიდი რაღაცა ქართველები ილია ჭავჭავაძიდან დაწყებული და მისითვე დამთავრებული ყველა ფლანგზე რო იყო მოდებული, ზუსტად ეგ იყო მისი მიზანი, რომ საზოგადოებაში განათლების დონე აეწია. ზუსტად ამით დავემსგავსებით პირველ რიგში ევროპულ საზოგადოებას, რომ ჩვენი განათლების დონე უნდა იყოს მაღალი. კულტურულად ჩვენ ევროპასთან ძალიან ახლოს ვართ, კი ბატონო აღმოსავლური ელემენტებიც გვაქვს, მაგრამ მოკლედ ეს არის და ეს. ამ რეფორმებს, დამორჩილების მცდელობებს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ დამოუკიდებელი ინიციატივებით. და რა ვისაც რა შეგვიძლია. ეგ არის ეხლა რეფორმის არაადეკვატურობაზე მინდა უბრალოდ თქვა ორი წამი ლიტერატურა ცოტა იქით იყოს რა, რომ საგანმანათლებლო სივრცე ან ორი რაღაც თუ არ მეპირად დაინტერესებული ლიტერატურით და საგანმანათლებლო სფეროთი. საგანმანათლებლო სფეროში ის რეფორმა, რომელიც ახლა სახეზე გვაქვს, რომ უნივერსიტეტების ცენტრალიზება ხდება რეალურად. ანუ ერთი რაღაცის ქვეშ ექცევა ეს ყველაფერი. ეს არის სრული სიგიჟე.
ანუ იმისთვის რომ ადეკვატური განათლება მიაწოდოს უნივერსიტეტმა და იყოს კონკურენციაში, საჭიროა იმისთვის რომ ბევრი უნივერსიტეტი გქონდეს. მეტი ფაკულტეტი იყოს და უფრო დივერსიული იყოს ადამიანისთვის არჩევანი, რომელსაც გააკეთებს. იქ უნდა წასვლა თუ აქ უნდა წამოსვლა, სადაც უნდა რომ აირჩიოს. და ეს რეფორმა უბრალოდ ემსახურება იმას და ერთადერთი რაღაც, რაც რეფორმის წარდგენისას სიმართლე ითქვა. ერთადერთი სიმართლე რაც იყო, ეს იყო ბაზართან ეკონომიკურ ბაზართან დაკავშირებით კონკურენციის ამაღლება. ზოგადად რანაირი სიმართლე იყო, ეს ძალიან სასაცილოა რა. იმით წარმოადგენთ ხო ფაკულტეტებს რო შეამცირებ ხა რა. ან ბაზარზე კონკურენციას დაარეგულებ, იმიტომ რომ ისეთ ზუსტად ისეთ ხალხს მიაწვდი, როგორებიც უნდა. ანუ ესეთ რაღაც ითქვა, რომ ამ რეფორმას იმიტომაც ვაკეთებთ, რომ რაღაცა ეკონომიკურ ბაზარი დავარეგულიროთ, რაღაც ეგეთი სიგიჟე რა. ერთ-ერთი ჭეშმარიტება იმაშია, რომ იმაში კი არ არის, რომ ისეთი სტუდენტები წამოვიდნენ და ისეთი განათლება შემოვა ქვეყანაში, რომელიც მართლა ბევრ შრომას მოითხოვს, ბევრ ცოდნას მოითხოვს, აწილოებით მოითხოვს იმას, რომ რაღაცას თავი დააკლა, რაღაც ბევრი რისერჩი გააკეთო და ბევრი რაღაც დაწერო. ეგეთი კონკურენცია კი არ გაიზრდება. კონკურენცია გაიზრდება ხელობებზე. კონკურენცია გაიზრდება იმაზე, რომ ანუ არ ვაკინებ მართლა ხალხო არაფერს უდეში პატივისცემა ყველა პროფესია. ჩვენ ვსაუბრობთ აკადემიურ სფეროზე, თორე აკადემიურ სფეროში ეს იქნება სრული, ანუ დეკადანსი მოხდება ქვეყანაში განათლების სფეროსთან დაკავშირებით და ეს არ შეიძლება უბრალოდ რა. ანუ აქ მარტო ის არ არის, რომ ლიტერატურას წავიკითხავ თუ არა რაღაცა, ანუ რაღაცა უფრო მეტი გვეცოდინება თუ არა ადამიანებს ან რაღაცას ვიზავ თუ არა. აქ უბრალოდ ამბობ იმაშია, რომ კრიტიკული აზროვნების უნარიც კი დაგვეკარგება. ანუ საზოგადოებას დაიკარგება ეს უნარი რა. და ის რო არის, აი გუშინ ღამე ვფიქრობდი მაგას და ძალიან ბევრი ვიცინე რა, რომ გამოკითხვები რო არის თავისუფლებაზე და რუსთავაზე რო ტარდება ხოლმე და რაღაც ვიდეოები. ხო, რაღაც ეგეთი სიგიჟეები რო არის რა და ვიღაცები რო არიან, რომ როინზადებიან რომ გავიდნენ და პასუხი გასცენ რაღაცით რა. ვფიქრობდი რომ ვეღარ მომემზადებით პასუხი რომ გავცეთ. იმიტომ რომ უბრალოდ საკმარისი ინფორმაცია არ იტრიალებს ქვეყანაში, რომ პასუხის გაცემის უნარი გქონდეს ადამიანებს. ანუ ეგეთი სახის დეკადანსი იქნება განათლების სფეროში რა და უბრალოდ რავი, ცოტა საღი აზრი თუ გააჩნია ადამიანს და საგათო შეუძლია გაანალიზოს რაღაც ვითარებები. მე მგონი ყოველ ცხადია ის, რომ განათლება არ არის უბრალოდ რაღაცა, რაზეც ვიღაცას გავლენა უნდა ჰქონდეს. ანუ ვიღაცამ მიგითითოს შენ რა და როგორ მიიღო განათლება, თუ რა თქმა უნდა შენ თვითონ პირადად არენდობი იმ ადამიანს, როგორ ჩენს მენტორს. და მაგ შემთხვევაშიც ანუ სტუდენტ ლექტორის დამოკიდებულება კი არ უნდა იყოს, თანასწორი ურთიერთობა უნდა იყოს. და ის ვითარება, რომელიც ახლა ჩვენს წინ დგას და ის განათლების სფეროსთან დაკავშირებული კრიზისი, რომელშიც ახლა მივდივართ, სრულად იმას ეფუძნება, რომ საკუთარ განათლებას გვიკონტროლებენ. როგორც აქვს განათლებას მივიღეთ. ხო. და გაკონტროლებული განათლება არის ისეთი მოცემულობა, რომელიც რავი, საბჭოთა კავშირში მიგვიყვანს რა, მე ესე ვიტყოდი. ხო, ეს არის მოთვინიერების მცდელობა, რომელიც სამწუხაროდ დიდი ალბათობით წარმატებული იქნება. მოკლევადიან პერსპექტივაში, გრძელვადიანში კაცმა არ იცის რა იქნება. ხო და აი მე გამოსავალს პროტესტის გარდა ამაში ვხედავ, რომ რაც შეიძლება და რაც შეგვიძლია ყველას, რაშიც ვცდილობთ, რომ კომპეტენტურები ვიყოთ ან რაც გვაინტერესებს, იმის შესახებ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გავავრცელოთ. აი რაღაცა ძალიან კარგი გადაცემები არის ახალდაწყებული, რაც რაღაცა მაგალითად აფხაზეთის ომზე ხა ვნახე, რაღაცა 4 საათიანი გადაცემა იყო. ძალიან საინტერესო. იქეთ რაღაცა მწარე პოდკასტია, ცალკე. მოკლედ, საგანმანათლებლო სფერო სამწუხაროდ უნივერსიტეტიდან აკადემიური სფეროდან გადადის ჯერჯერობით და დროებით აი ესეთ პლატფორმებზე. ხო. და არ ვიცი რა იქნება მომავალში, მე ეჭვი მაქვს, რომ კერძო უნივერსიტეტებსაც მიადგებიან და ხო, მოკლედ, ჩვენ გულდასაწყვეტია რა. უბრალოდ გულდასაწყვეტია. მაგრამ ნუ განათლებული ადამიანი არასოდეს არ ემორჩილება არა დემოკრატიულ რეჟიმს, მაგრამ ხშირად მარცხდება. ჩვენი მიზანი არის ის, რომ არ დავმარცხდეთ განათლების მიღების პროცესში. განათლების მიღებას რო ჩაგიჭრიან, არც გაგიჩნდება ის აზრი, რომ უნდა გაიბრძოლო. მოკლედ ეს არის ისი თქმაც გვინდოდა, ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება ეხლა ამაზე. უბრალოდ ეხლა გადავალთ ლიტერატურას როგორ უნდა უდგებოდეს მკითხველი ასაკების მიხედვით. ზოგადად საშუალო სტატისტიკური ადამიანი. იმიტომ რომ ეხლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯერ სქეს, მე რა ოჯახში დაიბადა, მე რანაირი ადამიანია, რა გამოცდილება აქვს ცხოვრებაში მიღებული. მოკლედ რა მილიონი რამე, მაგრამ ზოგადად ესე მიმოვიხილავთ რა. დავიწყოთ ბავშვობიდან. და რას ფიქრობ? მე ესეთი კომენტარის გაკეთება მინდა, ნუ ეხა ეს ცხადია რომ მშობლებს უფრო ეხებათ ვიდრე 11 წლის ბავშვებს. 14 წლამდე. ნუ ეგეთი. მაგასაკის ხალხი არ ზღუყურებს მშობლებს. მაგრამ მშობლებს მიმართ. ან მომავალ მშობლებს და მათ შორის ჩვენს. კი, თქმა უნდა. ესეთი მიმართვა მექნებოდა მე, რომ სრული სიგიჟეა
ჯერ საერთოდ ჩვენ საზოგადოებაში რა გამეფდა ეგ აზრი რომ ალბათ საბჭოთა განმონაშთი მგონია მე ეგ რომ ბავშვს წიგნი უნდა აკითხო და რაღაცეები რა. ანუ ხელოვნების სხვა მიმართებებზე ხო არ ვართ ეგრე რა. ანუ რაღაცა ბავშვს მხატვრული ლიტერატურასთან გვაქვს ეგეთი დამოკიდებულება ჩვენ საზოგადოებაში რომ ბავშვს აუცილებლად უნდა აკითხო რა. უნდა წაიკითხოს და ნუ ეგ არ მგონია მე ადეკვატური მიმართება, იმიტომ რომ ლიტერატურა უფრო თავდაპირველად უფრო სიამოვნების წყარო უნდა იყოს ადამიანისთვის, ვიდრე რაღაცა განათლებაც რა თქმა უნდა, მაგრამ ფილოსოფია წაიკითხე რა, მართლა. მარტივი ფილოსოფიას არსებობს, რომელსაც ბავშვი გაიაზრებს, კაი ცოტა სიგიჟეს, მაგრამ მაგით პატარა პრინციპს წაიკითხეთ მოკლედ რა. ესე სულელურად ვიტყვი. მაგრამ ბავშვებს არ დავაძალოთ, მოდი წიგნების წაკითხვა, მაგრამ არის ერთი მექანიზმი, რომელიც მე ძალიან მომწონს. ხო. ვიმხრობი ამ მექანიზმს. ამბის მოყოლის მექანიზმია რა. თქვენ და კიდე ის თქვენ მინდა. ბავშვი რანაირად წაიკითხავს წიგნს, როდესაც ხედავს რომ მისი მშობელი ტელეფონშია. ხო. ანუ არ წაიკითხავს რა და იმის ნაცვლად რომ მაგასო თუ მართლა გინდათ რომ თქვენმა შვილებმა ან რავი მშობლები ხართ და არ ხართ ჯერ მაგრამ მომავალში რაღაცა ეგეთი რაღაც გინდათ რომ თქვენმა შვილებმა წიგნები იკითხონ. ანუ ამბავი ეგეთია რომ ამბები უნდა მოვუყვეთ რა, თქვენ თვითონ უნდა გადადოთ ტელეფონები, მიხვდეთ ამ ბავშვთან და ის იმ წიგნებზე რომლებიც წაკითხული გაქვთ და მოგწევთ, ის ამბები მოვუყევით. აი სიტყვაში სამი მუშკეტერი მოვუყევით, მობი დიკი მოვუყევით. რაღაც ეგეთი ამბები მოვუყევით. ან საკუთარ ცხოვრებაში რაც გადახდენიათ, ეგენი მოუყვე. ნუ აი მე და სტუდენტობის დროს და ის შენი ჯერ მეგობარი შენ რო იცნობ, აი წავედით რაღაცა იმაში. მატარებელს ჩავჯექით პეტერბურგიდან მოსკოვამდე და ჩავედით და იქ რაღაცა მოხდა. რავი რა, ეგეთი. ხო, ეხლა ოღონდ მაგას ორი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს რა. ანუ ამბები პირველ რიგში ხო ამბებს აყარებ ბავშვს და მე ამ ამბების სიყვარული თვითონაც მომუნდება რომ ლიტერატურა წაიკითხოს და თუ არ მომუნდა ამბების სიყვარული მაინც გაუჩნდება. და მეორე მნიშვნელოვანი დეტალი ის არის რომ ამბების მოსმენისას ბავშვი რაღაც სახის აზროვნებას იწყებს. ანუ ამ ამბებს რო ისმენს გადახარშვა ხო სჭირდება ამბავს, არა ხო სჭირდება რომ დაფიქრდეს ეს ამბავი როგორი იყო. რა გავლენა ქონოდა. ანუ ფიქრის პროცესი იწყება ამ ყველაფერში და რეალურად ლიტერატურა ხო ეგაა რომ სიამოვნების მერე, ან სიამოვნების მერების მერე ლიტერატურული ამბებიდან რაღაცა მაგალითებს ვიღებთ რა და სამყაროზე რაღაცა სურათს გვიქმნის ეს და ბავშვებს როდესაც ამბებს მოუყვებით ეგ პროცესი უფრო ადრე დაიწყება ვიდრე ისე დაიწყება თორე ხა მართლა რავი ვაჟა თუ მიაწოდეთ 12 წლის ბავშვს ან კაი ჯანდაბას ისა ოკეი მას შერლოკ ჰოლმსს თუ მიაწოდე ან რაღაც სხვა წიგნები არა ნუ არის ისეთი წიგნები მოდი მე ჩემ გამოცდილებას ვიტყვი ხა შენ ხო ზოგადად მოყვები მე ჩემ კონკრეტულს მოყვები მე ბავშვობაში აი ხა მე ძალიან ბევრ ბავშვს ვიცნობ, ბავშვს გულისხმობ რაღაცა 7 წლიდან დაწყებული და უშუალოდ 15 წლის ჩათვლით რა. აი მაგ კატეგორიას. მაგას სახში მე წიგნებს არ ვკითხულობდი. ხო ფაქტია რომ ეხა მიყვარს, ანუ მართლა მიყვარს წიგნის კითხვა მიყვარს, მაგრამ მაშინ არ მიყვარდა. ანუ რა მოხდა, ხო? მე ამ პერიოდში ყოველთვის ვიყავი ანუ რასაც ვწავლობდი იყო სკოლის საგნები, რაც მევალებოდა და ანუ რამაზე თუ დავყავდი ჩემს მშობლებს. უბრალოდ თავისუფალ დროს არ ვკითხულობდი, გარეთ გავდიოდი და მეგობრებთან ერთად რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ეხა რაც შემიძლია რომ მოვუყვე სხვას რა. ანუ მე დავაგროვე რეალურ ცხოვრებაში ლიტერატურული გამოცდილებები. რაღაცები დავაშავე, რაღაცები დავეხმარე ვიღაცას, რაღაცა გავიქეცით იქ მდინარეზე წავედით, რაღაცა მოხდა. ანუ რეალურ ცხოვრებაში მე დავაგროვე, მუღამი დავუჭირე, კარგ ამბავში რო ცხოვრობ, ეგ რამხელა სიამოვნებას განიჭებს. მე დადგა რაღაცა პერიოდი, როცა მომიწია წიგნების წაკითხვა, იმის გამო, რომ ვაბარებდი ეროვნულ გამოცდებს და მაგ დროს რაღაცებს ვკითხულობდი და თან იყო ირგვლივ ოჯახში დედაჩემი და ბაბუაჩემი, რომელიც მაწვდი და წიგნებს. რა ის წაიკითხა. იყო 1-2 ადამიანი, მაგალითად ჩემი მეგობარი მარიამი, რომელიც მიგზავნით, ანუ მეზობელი ჩემი, მაძლევდა წიგნს წავიკითხავდი გამომართებდა. ზოგი იყო რომ ვერ ვკითხულობდი, არ მაგალითად თამაში წავის ყანაში მომცადა, ვერ წავიკითხე, ანუ არ მესიამოვნა, დაუბრუნე უკან. რაღაცეები იყო, რაც წავიკითხე და მომოკლავ ჯაფარას წავიკითხე, მომეწონა, მადლობა მეთქი. ხო, აი ეგრე ადამიანები იყვნენ, ვინც მე მაძლებდნენ და ვის მაგალითსაც მე ვხედავდი რა ჩვენ თქვი, რომ კითხულობენ ესენი და კაი, მოდი დავაცალებ და რაღაცა. მაგრამ ეს იყო აი საშინელი პროცესი, აი მართლა საშინელი პროცესი და მე უნივერსიტეტში რო ჩავაბარე, შენი ამბავი რაც არის რომ სხვანაირად რო დაინახე თურმე ლიტერატურა რა მაგარი რამე ყოფილა, დაახლოებით მე-12 კლასიდან პირველი კურსის ჩათვლით მივხვდი ეგრე მეც რომ ვა, ეს რაღაცა სხვანაირი ამბავია და უკვე დამოუკიდებლად დავიწყე. ხო და ეგ იყო რომ პატარა ასაკში არაფერს არ ვკითხულობდი და ვაგროვებდი რეალურად აი ტომ სოიერი ვიცხოვრე და მე წავიკითხე რა. ხო და მე ჩემი აზრით ეგ სწორია რა.
ხო, ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახელი. ხო. მე ეგრე მოვიქცევი ჩემ შვილთან. ძალიან სწორი იქნება ჩემი. მე ვაცდი იმას, რომ რაღაცეებ თავის მაკაცებ თუ ბიჭი შვილი იქნება. იმიტომ რომ მე რა იცი, მე არც დამყოლია, არც ბიძაშვილმა მიდაშვილი, გოგო, ყველა ბიჭები ვიყავით და ანუ ბიჭის გამოცდილება კარგად ვიცი. ბიჭის შვილი თუ მეყოლება, მას მიუშვებ ეგრე, რომ აი ეგრე ხნას. ნუ გოგოსაც, მაგრამ ნუ არ ვიცი, არ მქონია შეხება და მაგიტო ვერ ვიძახი. ეგ მეთოდი მგონია სწორი მოკლედ რა. პატარაობაში. ძალიან სწორი, ძალიან მომწონს ახლა რაც შენ თქვი რა. ძალიან სწორი მიდგომა ეგ რომ თავიდან ამბებს აგროვებ. და ეხლა მოდი უთხრათ უკვე ისეთ ადამიანებს, ასაკის მიხედვით ეგ იქნება ალბათ 16-დან 18-მდე, 19-12 კლასი. ხო, ეგ, მაგრამ ისე სხვა ამბავშიც ისეთ ადამიანებსაც შეეხება და აი ის კომენტარი რო იყო, აი ხა გამოვანათოთ უცებ 29 წლის ადამიანი ვარ და ლიტერატურას არ შევხები ვარ და რას მერჩევდით რომ დავიწყოთ. მაგორი კატეგორიის ადამიანებს ეხება თან პატარებს შედარებით და ისეთ ადამიანებს, რომლებიც ლიტერატურას დიდი ხანი არ შეხებიან და უნდათ რომ ლიტერატურის სფეროში გათვითცნობიერდნენ თუ რას ეძახიან. ხო. მოდი ჯერ ეს თქვათ და მე გადავიდეთ იმაზე დიდებზე. ხო, 29 წელი დიდებს დავყოთ უცებ. აი ხა სკოლის ბოლო წლებში რანაირად უნდა მიუდგე რა? მე აი ჩემთან რომ მოვიდეს ვინმე 16-17 წლის ბავშვი ადამიანი მე ვეტყოდი რომ იცი რა მოდი დოსტოევსკის არ გაიკარო ეგზისტენციალიზმს არ გაიკარო და ზოგადად დიდ და რთულ წიგნებს არ გაიკარო რომ იმიტომ რომ პირადად მე ეგ შეცდომა დავუშვი 17 წლის ვიყავი რომ ეგზისტენციალიზმი წავიკითხე დოსტოევსკის წავიკითხე და არ იყო მთლად სასიამოვნო ჩემთვის რა მე ურჩევდი რომ ისეთ ტექსტები წაიკითხო რომლებიც სრულიად ეფუძნება რაღაცა ამბების სილამაზეს რა ანუ ტექსტის ისეთ ტექსტებს რომლებიც მთელი პრინციპიც იმაში მდგომარეობს რომ არის ლამაზი ამბავი, ლამაზად მოყოლილი და არის კარგი რაღაც. აი მაგალითად ქარწაღებული. აი მაგალითად ის კიდე რა შეიძლება. აი მობი დიკი თუნდაც იყოს, კი, მაინც ლამაზი ამბავია რას ვერჩით. აი ჰემინგვეი მაგას აქ შეასაკითხე. მოცულობით დიდი ხო, ეხლა ანუ პატარა მოცულობაზე თუ აქ ამბავი უნდა დავყოთ რა ეხლა დიდტანიანს თუ შეეჭიდებით მობი დიკი წაიკითხეთ და თუ ვერ ეჭიდებით, okay, no problem. დონ კიხოტის მაგასაკში შეგიძლიათ წაიკითხოთ მაგალითად. კი. ამბავია მნიშვნელოვანი. ოღონდ დონ კიხოტი მაგასაკში კი უნდა წაიკითხო, მაგრამ მე უნდა მივუბრუნდე. მე გადაიკითხო ხო? აი ჰემინგვეი მაგასაკშია წასაკითხი, ფიჩერალდი მაგასაკშია წასაკითხი, მოემი მაგასაკშია წასაკითხი და ეგეთი ტექსტები რომლებიც ანუ იმას კი არ ეფუძნება რომ აი მოსმენილი თუ გაქვთ ვიღაცა მწერალზე რომ ამან აღმოაჩინა რაღაცა გენიალური რაღაცა ადამიანების შესახებ. მოდი ჯერ არ წაიკითხოთ ეგეთი მწერლები, რა დოსტოევსკი, ფოლკნერი, არ წაიკითხოთ. წაიკითხეთ უბრალოდ ისეთი მწერლები, რომლებიც არიან ანუ ჯეკ ლონდონი, ლამაზი მწერალი. მორჩა. და ანუ მე ამ პროცესში მიხვდებით როგორ სახის გემოვნება გაქვთ თქვენ. ანუ თუ სიტყვაზე ამერიკელი მწერლები მოგწონთ და მათი მოყოლის სტილი მოგწონთ, მათი შექმნილი კაცი პერსონაჟები, ხალი პერსონაჟები მოგწონთ, მე უფრო ამერიკულ კონტექსტში დარჩებით და უკვე რო გაიზდებით ისეთ ამერიკელ მწერლებს წაიკითხავთ, რომლებიც უფრო ღრმა რაღაცებს წერენ რა, ის რაღაცა მაგარი ეგეთი მაგალითი მაქვს, რომ გადახვალთ ჰემინგვეიდან ფოლკნერამდე. გადახვალთ ფიჩერალდიდან თომას ულფამდე რა. და ეგეთი ამბავი. გემოვნება აი მთელი პრინციპი ჩემი აზრით მაგასაკში არის ის, რომ გემოვნება ჩამოიყალიბო. მთელი ორიენტირი რა. მე ვიტყოდი ეგ ნაწილი ჩემი აზრით შენამოწურე, ეხლა რის დამატება შემიძლია. ეს არის ასაკი, როდესაც გარე ადამიანები ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ ვიღაცამ უნდა დააძალოს და უნდა უბიძგოს, რომ მიდი ესქენი, მიდი. აქ ეს არის ყველაზე, ანუ გარდამტეხი პერიოდია, რომ აი უნდა გადატეხო რა ადამიანი და გატყდეს წიგნის სიყვარულში, მაგრამ მაგ დროს არ უყვარს წესით. არ ვსაუბრობთ ისეთ ადამიანებზე, ვისაც უყვარს უკვე კითხვა. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ადამიანებზე, ვისაც არ უყვარს და ეხლა ამ ასაკში როგორ შევაყვაროთ. ხო და ამ ასაკში ჩემი აზრით არის რომ ოჯახის წევრები და ადამიანები, რომლებიც ხშირად ჩანან სოციმედიაში. ოღონდ რას გულისხმობ ხა? ოჯახის წევრები ხო გასაგებია, ნუ რაღაცა პირადი მაგალითი პირველ რიგში და თან რაღაცა მიდი ეს წაიკითხე, მიდი ცადე რაღაცა. სოციალურ მედიას რატო აქვს გავლენა? აი მაგალითად, ჩემი აზრით, ალბერ კამიუ იმიტომ არის ესეთი პოპულარული ავტორი, რომ თვითონ ტიპაჟი ალბერ კამიუ არის აი მოაქვს რაღაცა ქარიზმა რა. მაგიტოა რომ აი ბევრს რო უყენია, მაგალითად პროფილის ფოტოდ. ან რაღაცა როს იმაშები უყურებ მოკლე ვიდეოებს რა, rilsებს ან TikTok-ზე რაღაცა. ბევრი ედიტია, ან მოკლედ აი ეგეთი ქარიზმატული ავტორები კარგი ეს არის საშუალებაა რომ შემოიყვანო ადამიანი ლიტერატურაში რომ აი ნახე ეხა ხო ნახე აი ალბერ კამიუ ეწევა ის კარგადაცვია ფრანგია და რაღაცა რა ანუ რაღაცა იქ ერთ-ორ ამბავს მოუყვები რომ იქ ხალებთან კარგად ლაპარაკობდა იქ ესე გარდაიცვალა და რაღაცა და ცოტა დააინტრიგებ რა და მე თან პატარა ტექსტები აქვს და მოდი შემოიყვანე
მაგრამ მან ჩნდება ერთი საშიშროება, რომ ისეთი ტიპები არიან პოპულარული, ვინც მიდრეკილები არიან უბედურებისკენ, რაც შენ თქვი წინა ვიდეოში. ხო და მან უკვე აი ეს გარე ადამიანები უნდა ამასაკში, უნდა შემოვიდნენ და უნდა უთხრან, რომ ეს კაფკა კიწერს ამაზე და კამიუ კიწერს ამაზე და დოსტოევსკი ამაზე, მაგრამ ამან ეხა ოღონდ ესე პირდაპირ არ აცხადია. არ უნდა წაიღოს ადამიანი ყოველთვის რაღაცა დეპრესიისკენ და ფსიქოლოგიური, იმიტომ რომ მენტალური ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვის დროს. არ უნდა გაექცეს ადამიანს მაქეთ. ხო და ასეთ მომენტში ყოველთვის და სავარაუდოდ და უმრავლეს შემთხვევაში გაექცევა დეპრესიისკენ და რაღაცა სამყარო აბსურდია და რაღაცა, იმიტომ რომ ეგ არის ასაკი, როდესაც ყველაფრის წინააღმდეგ ჯანყდები. ღმერთის წინააღმდეგაც, მშობლების წინააღმდეგაც და გინდა რომ მაქსიმალურად თავისუფალი იყო და თავისუფლების ცოტა სხვანაირი გაგება გაქვს. მე ცოტა დგება ყველაფერი და ბრუნდები ისევ კალაპოტში და ხვდები რომ ეგ არის რეალური თავისუფლება, მაგრამ მაგ ასაკში ადამიანმა რო არ დაკარგოს რაღაც ღერძი, საჭიროა რომ მშობლებმა ოღონდ პასიურად რაც შეიძლება და გარე ადამიანებმა ეგ დააბალანსონ, რომ აი კი წაიკითხე კამიუ, მაგრამ მოდი რა მერსოსთან თვად თავს ნუ გააიგივებ. კი წაიკითხე კაფკა, მაგრამ ეს ხოჭო რო არის, ნუ კაი რა, რითი გავხარ ხა შენ ამ ხოჭოს, არ გინდა ეგრე. მოდი უბრალოდ სიღრმე წამოიღე იქედანაც არის რა. ამასაკში მგონია რომ კიდე საბოლოო და გადავიდეთ უფრო დიდებზე. მგონია რომ ქართველი ავტორები უნდა წარმოაჩინო მის თვალში ისე როგორც კამიუ და კაფკა და ეგენი არიან რა, იმიტომ რომ აი მაგალითად სხვადასხვა ეგ TikTok-მა ქნა რა, მაგალითად ჭილაძე ისე დაბრინდა, რომ უკვე ახალგაზრდებში ჭილაძე რაღაცა კაია, ხო ხვდები? ანუ არ უნდა ტეხავდეს, რომ რაღაცა ის რო იტყვის რაღაცა, რომ შეკრებილები რო ხართ რა და ვიღაცა ახალი დაუშვათ დაბადების დღეზე ხარ და ვიღაცა ამბობს, რომ რაღაც ჩამოვარდა ლიტერატურაზე საუბარი და ვიღაცა ამბობს, რომ მე დოსტოევსკი წავიკითხე და ის ამბობს, რომ მე კამიუ წავიკითხე და უკვე ის მოაქვს რა, ხო ხვდები, რომ კაი ტიპია რა. შენ რო ქართველ ავტორში იტყვი, ეგ არ უნდა ტეხავდეს პირიქით რა. აი ჯავახიშვილი მაგალითად კი ხო რაღაცა მე-12 კლასში ჯაყოს ხიზნებს რო გვაკითხებენ, მაგარი რომანია, მაგრამ ძალით ვკითხულობთ ყველა რა. არ უნდა ტეხავდეს, რომ ჯავახიშვილი გევასება, გესმის და ეგ არის ჩვენაირი ხალხის გასაკეთებელი, ვინც საუბრობთ ონლაინ სივრცეში იმაზე. ანუ ქართველი ავტორი უნდა წარმოუჩინო ესეთ ადამიანს, როგორც მაგარი ტიპი რა. აი მაგალითად აკა მორჩილაძე, ჩემი აზრით, მე-12 კლასში იდეალური წასაკითხია. თხლადაც წერს, ეხა მეიდინ ტიფლის და ეგეთები არა, თხლად რა, რავი ფალიაშვილის ქუჩის ზაღლები, ობოლე, ძველი გულებისა და ხმლის, ეგეთი წიგნები რა. შვენიერი წასაკითხია. თან ადვილი გასაგებია კონტექსტის თვალსაზრისით, იმიტომ რომ აგერ ახლა დაიწერა. ხო და მოკლედ თანამედროვე ქართველი და ისედაც ქართველი ავტორები მაგასაკში უნდა მიაშველო. რევაზ ინანიშვილი არის იდეალური ავტორი, ისედაც ზოგადად წასაკითხა და აბიტურიენტებისთვისაც პარალელების მოსაყვანად, იმიტომ რომ მოთხრობები არის მოკლე და სულ სხვადასხვა თემაზე რა. აი რა ვიცი, მაგალითად მაყვალზე ეხლა რაღაც გადავიკითხე, მისთვის ჭირდებოდა სამსახურისთვის. არის რაღაც ადამიანის სიხარბეზე. არის სულ რავი რა 20 წინადადება ალბათ რა, მეტი არა. მე იქ არის დედაზე, რომელიც აი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რაღაცა რას წამიკითხავს. რომ ცალკე რაღაც მშობელზე. მოკლედ, წაიკითხეთ 10 მოთხრობა, მე აბიტურიენტობის დროს ეგრე მქონდა რა, რვეული მქონდა. თემა მეწერა, მაგალითად, სიმარტოვე და მქონდა რამდენიმე ნაწარმოები დაწერილი. მე ეს თემა სიყვარული, ეს და ძირითადად მოთხრობები მქონდა, იმიტომ რომ მალმალე მიდის რა. ძესუმზირასავით მიდის და მარტივია. მოკლედ ამასაკში ჩემი აზრით ეს არის რა. ცოტა ქარიზმატული ავტორები უნდა მიაშველო, რომ მაგარი ტიპობაა კითხვა. ქართველი ავტორები უნდა დაბრენდო, რომ აი მაგარია და ეგ ლექსიკას უმდიდრებს, იმიტომ რომ ორიგინალში კითხულობს და პლუს მაგალითი და მშობლები, რომ მიდი ცოტა დააძალე, რა დაძალების გარეშე არ მჯერა მე რომ ხო დაძალების გარეშე რთული არა მე გამოვიდა. მაგასაკში თუ არ უყვარს კითხვა, თუ უყვარს და ეგეთი ბავშვები ბევრია, მაგას ხა დაანებეთ, ავი რასაც უნდა. ხო, სოციუმის ამბავია რა. ანუ სიტყვაზე მეც მომისულია ეგეთი რაღაცა, რომ იმითი რომ მე რაღაცა ლიტერატურაზე ძალიან ახტაცებულს მილაპარაკია. გადამიდია ის ისეთ ადამიანზე, რომელიც მკითხველი არ იყო და წავკითხავს რამდენიმე ნაწარმოები მაგალითად. ეგ ძალიან სწორი შენიშვნაა, რომ მაგალითი და ეს გადაცემა მნიშვნელოვანია. და იდეაში ჩვენც ხო მაგას აქ მაგას. ხო და ანუ მკითხველობა არ უნდა იყოს ასოცირებული ნერდობასთან და აჭკარიკობასთან რა. ანუ რაც მახინჯი წარმოადგენა რაღაცა წიგნები. ხო ზოგადად აღარ არის. აღარ არის, მაგრამ არა, მაგას კი არა, ნერდობა აღარ არის აჭკარიკობა ამ თაობაში. ჩვენთან? ხო, თურმე.
ნუ რანაირად არა ჩვენ დროს რომ ერდები ისეთები მე მოსწავლეებთან ვისთანაც მაგ შეხება ეგრე მე ეგრე უყურებ მე მითხეს მაგალითად რომ აღარ არის ეხლა მე შეგრე უყურებდი რა ანუ ოღონდ მართლა ეგრე ანუ მკითხველის ფენომენი მკითხველობა უნდა დავბრენდოთ მაგარ ტიპობად ეგ არის პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ და მშობლებმა ვისაც უნდა რომ შვილს მკითხვა შეაყროს ანუ მაგარი ტიპი ხარ რაც უფრო მეტი წიგნი გაქვს წაკითხული არ ხარ აი ხა ზოგადად მესმის რომ არა უკეთესი ტიპი ხარ. იმიტომ რომ არ არის მარტო ეს რომ არ იქად გამოგაშტერებს ამდენი წიგნის კითხვა და რაღაცა რა. დააბალანსე, მაგიტო ვამბობთ რომ თავიდან პირველ ასაკში გამოცდილებები დააგროვოს რეალურ ცხოვრებაში, ხო? ანუ უნდა დაუბრენდო ისე რომ წიგნს თუ კითხულობ მაგარი ტიპი ხარ. და არსად არ ტეხავს, არანაირ წრეში არ ტეხავს თუ მკითხველი ხარ. არც ცოტა ძველ ბიჭებში, არც რაღაცა ცოტა ისეთ ბიჭებში ეგრო საერთოდ არ აინტერესებთ ქუჩა და ეგეთი და არც რაღაცა განათლებულ საზოგადოებაში თავისთავად. ანუ არც ერთ წრეში არ ტეხავს, მართლა არ ტეხავს. ანუ მართლა არ ტეხავს რა, მართლა კაი ტიპობა მკითხველი რო ხარ. ანუ წარმოგიდგენ სიტუაცია რომ სადღაც ხარ გასული და ანუ ლაპარაკი რამეზე ნებისმიერ რამეზე ლაპარაკი რო ჩამოვარდეს, იმიტომ რომ წიგნები გაქვს წაკითხული, ნებისმიერ თემაზე შეგიძლია გავხსნათ. აბსოლუტურად ყველაფერს. ეგ როგორ უნდა ეხავდეს არ მესმის. ანუ არ ყოფილა სიტუაცია, სადაც ჩავარდნილ ვარ და ანუ არ შემძლებია რომ ჩემი აზრით დამიფიქსირებინოს რამეზე. იმიტომ რომ მაგის საშუალებაზე ლიტერატურა მაძლევს მე რა, ანუ რაღაცები რო წაკითხული გაქვს, გამოცდილებას კი არა, ცოდნას, ინფორმაციას, განათლებას გაძლევს ბევრ რაღაცაზე. და ეგ როგორ უნდა ეხავდეს, ხო, არ მესმის და დავბრუნდეთ ეგრე რომ არ ეხავს. ისიც არის რა ქვია რომ ცოტა ანუ ნახე კაცურობის რა წარმოდგენაც არის საზოგადოებაში რა, მასკულინური რა. მაგაში თითქოს არ ჯდება რომ მკითხველი ხარ რა, ხო და ანუ ეგ რა ანუ აშკარად არასწორია. ვიღაცამ დაგიკომენტარო რომ ეგ კულტურის წარმოდგენებია და სოციალურიო, მაგრამ ნუ ჩვენ ისევ საუბრობთ როგორც ჩვენ სოციუმში არის წარმოიხა ეგრე რაღაცა აფრიკის რომელიღაცა ტომში შეიძლება მასკულინურობა საერთოდ სხვა რამეა, მაგრამ აქ რასაც ნიშნავს მაგას ვამბობთ. ხო და პირიქით რა, ანუ ძალიან რავი ხა ანუ განათლებულ ბოდიში, მაგრამ განათლებულ კაცზე კარგი მასკულინურობის გამოხატულება ანუ ხო ეგ იმას არ ნიშნავს, ანუ ნახეთ თუ დაუშვათ თქვენ ყავთ ან ვინმე ან შვილი ან ვიღაცა თქვენ ძმას ან დასყავს ეგეთი შვილი ბიჭია, რომელიც არის 15 წლის, 16 წლის და რომელიც ფიქრობს რომ კაი ტიპი ვერ იქნება თუ წიგნებს აიგითხავს, მაშინ ძალიან სერიოზული სამუშაოა, იმიტომ რომ არ არის ეგრე და პირიქით არის და ნუ შეიძლება ეხა იქ რაღაცა დაწრეშიც არის იმათთან ეგეთი წარმოდგენა არის და ეხა მართლა ეგრეა რომ რავი ცოტა ქუჩაში ვინც დგას მაგასაკში ბიჭები არავინ არ კითხულობს ხო მაგრამ უნდა შევცვალოთ რა ეგ ოჯახმა რაღაცა ჩვენ იქ მეგობრებმა ყველამ რა ყველამ და ეგ ნელ-ნელა უნდა დამკვიდრდეს ანუ თან რავი ცოტა ნახევრად ხუმრობით მაგრამ არც ერთი არ გავართ ერთს არც ერთი არ ვარ ცუდი ტიპი და რავი აბა ბევრს კითხულობთ ძალიან ხო ამიტომაც ცოტა ლოგიკურია და ეგ უნდა შევცვალოთ მართლა რა თუ ყავთ მეგობარი ვინც ეგრე უყურებს მოვლენებს და ეგრე აღიქვამს რომ ლიტერატურა არ არის თლად ისეთი მოცემულობა რომელიც კარგ ტიპად გამოაჩენს ნუ უთხარით რომ ოდესმე მოუწევს ისეთ საზოგადოებაში ჯდომა სადაც ხმას ვერ ამოიღებს იმიტომ რომ რაღაცები არ იცის ხო და ხო რა ვიცი აბა ხო და ვინც არ კითხულობთ იმ ხალხს შეგვიძლია უთხრათ ის რომ არა პირველ რიგში არასდროს აგვიანი რა თქმა უნდა რავი და მეორე არის ის რომ ჩემი აზრით უკვე ეგ ისეთი ასაკია რომ რაღაც სახის ამბებს ბევრად სხვანაირად გაიგებთ იმიტომ რომ ბევრად მეტი გამოცდილება გაქვთ დაგროვებული ვიდრე სიტყვაზე ან ჩვენზე პატარები მით უმეტეს ხო და ჩემი აზრით ეგეთ ასაკში ყველაზე სწორი ხარ რა ვიცი ჩვენ 20-21 წლის ადამიანებმა როგორ ვთქვა 29 წლის ასაკში მაგრამ გადავედით იმ ბიჭს ხო მაგრამ ხო რა ვიცი იქნება რატო იმაშვები არ ვიცი რაღაც ეგეთი ასოციაცია მაქვს თითქოს დაკენსელდი מחარ აი კულტურული წარმოდგენები ხო და ჩემთვის რჩევა იქნებოდა რომ პირველ რიგში უნდა შეხედოთ რა სფერო მოგწონთ საერთოდ ლიტერატურის იქით რა ისე თუ ისტორიული ტექსტები მოგწონთ მაგალითად ჰიუგო შეგიძლიათ წაიკითხოთ 99 წელი აი ომთან დაკავშირებული ტექსტები ჰემინგვეის მშვიდობითი იარაღი შეგიძლიათ წაიკითხოთ და მსგავსი ტექსტები თუ უფრო სასიყვარულო რომანები სასიყვარულო ამბები რომანტიკა და რაღაც ეგეთები მოგწონთ ეგეთი აი შეგიძლიათ ნაზი აღამი წაიკითხოთ ფიცჯერალდი შეგიძლიათ ყოფს ავტარნიცებს უკე წაიკითხოთ ანუ მსგავსი ჟანრის ტექსტები რა უბრალოდ საკუთარ თავში უნდა გათვითცნობიეროთ
მივიერთდეთ თუ რა გაინტერესებთ სამყაროში რა, ანუ ისტორიული კონტექსტი გაინტერესებთ, რაღაცა საომარი ამბები გაინტერესებთ, რაღაცა ვესტერნი გაინტერესებთ, რაღაცა ბერძნული ამბები გაინტერესებთ, თუ რა გაინტერესებთ და მაგასთან დაკავშირებული ტექსტები შეგიძლიათ იპოვოთ რა. ეგ უკვე ხა ისეთი ასაკია რომ ბევრი რაღაც გააზრებული გაქვთ, ბევრ ცნებასთან დაკავშირებით, ბევრი ინფორმაცია გაქვთ და საგი აზრი ჩამოყალიბებული გექნება 29 წელს ასაკში. გამოცდილება გაქვთ ცხოვრების ანუ მაქსიმალური რა. და ეგ უკვე ისეთი დროა რომ არც ერთ წერილს არ უნდა შეგეშინდეთ აბსოლუტურად. უბრალოდ უნდა იპოვოთ კონტექსტი, რომელიც თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი და სასიამოვნოა და ამ კონტექსტთან მიმართებული ტექსტები. და ნუ მე ეგეთ შემოთავაზება მაქვს იმ ადამიანისთვის თუ ახლა უყურებს ამ ვიდეოს, რომ შეგიძლიათ ან მოგწეროთ ან დაგვიწეროთ კომენტარში და უფრო აი რა კონტექსტი მოგწონთ. რა გაინტერესებთ რა. უფრო დეტალურად გეტყვით. ანუ ვინმე სხვას ნებისმიერს თუ მაგ ვითარებაში ხართ რომ რაღაც უფრო კონკრეტულ წიგნებს გეტყვით. ხო, კი. კონტექსტი გითხარით, ჩვენ წიგნებს გეტყვით. ხო, ანუ ეგ არის იდეალური სტარტი, რომ აი რა მაინტერესებს. ვარ 29 წლის და რა მაინტერესებს. მაგალითად, მიყვარს ანიმეს ყურება, დაუშვათ. ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ იაპონური კონტექსტი უფრო მოგეწონება, ვიდრე არგენტინელი მწერლის რაღაცა იმაზე რო წერს, რა ქვია, მამლების ჩხუბზე რა. ამიტომ მოდი მივიდეთ ესე იგი იაპონელ ავტორთან, ხო? კაი. მერე დაუშვათ ეხა დამთავრდა, დაუშვათ თუ ბიჭი ვარ და შეყვარებული მყავდა და დავშორდი და ეგ მაწუხებს, მაშინ ესე იგი კიდე დავავიწროვოთ. იაპონელი ავტორი პლუს ისეთი, ვინც წერს ურთიერთობებს. მერე მეზარება თუ არა ბევრი გვერდის კითხვა. ნუ სავარაუდო პასუხია რომ კი, იმიტომ რომ არავის არ უხარია დიდი წიგნების კითხვა. მაშინ მოდი რაღაცა ლიმიტი ვთქვათ 200 გვერდი. ეს კიდე ერთი ფილტრი დაემატა. კიდე უფრო მეტად მოთხრობები მომწონს, ანუ ერთი ამბავი და რაღაც ერთ ემოციაზე აგებული თუ აი კარგად რო ჩავიძირები ამბავში ეგეთი. თუ პირველი მაშინ მოთხრობები მოძებნოთ იაპონელი ავტორის, რომელიც წერს სიყვარულზე და თუ არა, მაშინ იაპონელი ავტორის სიყვარულზე, მაშინ რომანი, ხო? შენ უკვე რამდენი ინფორმაცია გვაქვს. ეს ყველა შეუძლია საკუთარ თავზე აღმოაჩინოს. წადი მერე და ან არ ვიცი, ან დააკომენტარეთ ჩვენთან და ჩვენ დავფიქრდებით და თუ ეგეთი რამე წაგვიკითხავს და გიკომენტარებთ, თუ არა და რავი AI-ის ეპოქაში ვცხოვრობთ რა. მიწერ, აი რამდენჯერმე მიწერია. აი იმაზე რო გეუბნებოდი, ჩეხ ავტორზე მეთქი. მივწერე რომ მეთქი ჩამოიარა ნაგვის მანქანა და უკანო დგას ორი ტიპი, ხო იცი? თელი ბავშვობა მინდოდა რომ ეგ გამოვსულიყავი. ანუ ოღონდ არ ვიცი რატო, მართლა რა. ვიღაცებს უნდა და კოსმონავტი, ვიღაცას ექიმი. მე მინდოდა რომ ნაგვის მანქანაზე უკანო ტიპი, იმიტომ რომ აი რა აი რო წარმოვიდგენდი რომ რა მაგარია, მაგაზე რო დგახარ და მანქანას მიყავს, მაგაზე მეჭედებოდა რა. და ჩამოიარა მან ჩემი აირიდან დავინახე ჩამოიარა მაგ მანქანაზე და გამახსენდა ეგ. ChatGPT-ს მიწერე რომ მეთქი ეს მინდოდა ბავშვობაში თქო რა. და მინდა რამე ისეთი რაც კუნდერას ოფის აუტანს სიფსმუქეს ემსგავსება მეთქი რა და მომწერა ტიპმა ჩეხი ავტორის წიგნი რომელიც წერს მაგაზე და თან სასიყვარულო თემაზე რა და მეთქი ოპა ნუ არ წავიკითხე მაგრამ უეჭველი წავიკითხე ეს შეგიძლიათ რომ AI-ს მიწეროთ ხელოვნურ ინტელექტს იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენზე კარგად იცის ყველაფერი იცის რა ანუ ეხა სულ ჩვენზე კარგად ეცოდინება რაც დრო გავა და ეგ არის რჩევა კიდევ ერთხელ არ არის გვიანიო მე მგონია რომ წიგნის კითხვას ზოგადად თუ თავიდანვე არ უყვარს ადამიანს და ეგეთი იშვიათია რა მე არ მიყვარდა თავიდან წიგნის კითხვა და ეხა პოდკასტი გვაქვს ლიტერატურაზე ხო ფაქტია ხო მე მგონია რომ თავიდან წიგნის კითხვა იწყება საკუთარი თავისთვის ზალდატანებით და პლუს ამას იმიტომ რომ წაკითხული გქონდეს ანუ ეგ ფაქტორი დიდ როლს თამაშობს ჩემი აზრით რა გარდა იმისა რომ თუ ამბებით კაიფობ, ანუ ამბავს რო გიყვება ვიღაცა, ან რაღაცა თავგადასავალში რო ხარ, თუ გრძნობ რო ეხა თავგადასავალში ვარ და რა მაგარია, ეგ თუ არ გაქვს, მაგის გარდა, ან რომც გქონდეს, მაგის გარდა, ეგ ორი ფაქტორი მოქმედებს, რომ ძალდატანება და წაკითხული მექნება. იმიტომ რომ უეჭველი, რაც არ უნდა, მაგარი ტიპი იყო, გულწრფელად რო ვთქვათ, ეს წაკითხული მექნება, ეგ მნიშვნელოვანი ფაქტორია, როცა კითხვას იწყებ. ხო და თავს ძალა უნდა დაატანოთ, რაც არ უნდა საქმე იყოს, აუცილებლად ყველგან გიწევს ეხლა. რავი, ეგრე მირთმეული არაფერი არ არის. აუცილებლად ნებისყოფა თუ არ გამოიმუშავე, ერთ-ერთი საქმე ვერ შეგიყვარდება. ნებისყოფაში
ნელ-ნელა და აუცილებლად მოვა სიყვარული. აი, შანსია ის ხო არ არის, ცოცხლი მოიყვანო, არ გიყვარდეს და მერე შეგიყვარდეს. ეს არის, რომ აი უეჭველი შეგიყვარდება რა. ოღონდ თავარია რომ სწორი წიგნი აი გაარტყა რა, აი შენ რა ეტაპზეც ხარ, ის წიგნი იმ წიგნს გაარტყა. და მე სულ რამდენიმე წიგნზე გამირწყია და ეგ არის მთელი ძებნა არის. მუღამიც ეგ არის, ეგ მაგარი პროცესია, რომ ეძებ იმ წიგნს, რომელიც შენ ახლა ჭირდება რა. მესმის. მე გარტყმული მაგ. მე გავარტყი ერთი 2-3ჯერ და ძალიან აი ეგრე არაფერი არ ასწორებს. ძალიან მაგარია, ძალიან. და ხო ხალხო განათლება და ლიტერატურის სიყვარული თან ხედრაში ერთმანეთთან, მაგრამ მოითხოვს უდიდეს შრომას რა. რომელიც შრომაც უნდა დავაფასოთ და საკუთარ თავებს უნდა დავუფასოთ რა. შრომის გარშე არაფერი არ მოდის დედამიწის უგზე. საერთოდ არაფერი რა. თუნდაც რავი ის რომ მე და საბა ახლა გვზივართ და რაღაც ლიტერატურულ იდეებს ვაზიარებთ და გვიყვარს ლიტერატურა. ამის უკან დგას რაღაცა რამდენიმე ბევრწლიანი შრომა, რომელიც მოგვიწერო ჩაგვედოდა. ესე რაღაცა ლიტერატურას მინდა დაუბრუნდე და წკაპ და დაბრუნდები, ან დაიწყებ, ეგრე არ არის. მართლა არ არის. ანუ ძალიან რთული პროცესია. თავიდან იპოვო ის, რაც ჩაგითხრევს, იპოვო ის, რაც დაგაინტერესებს და ამას ჭირდება შრომა. და პლუს ამას მე ემატება იმის შრომა, რომ გაიგო რასაც კითხულობ. ანუ წიგნის გაგება არის ალბათ უშრომას უდიდესი შრომატევადობის მოთხოვნადი რაღაცა რა. რა დებილი გრამატიკული წინადადება ვთქვი. ხო, ეგ. რომ 15 წუთია ხო? აბიტურიენტებსაც წავაშველოთ 1-2. აბიტურიენტებს, ხო. აი, აბიტურიენტებისთვის რისი თქმა შემიძლია მე? ქართულის გამოსვლისთვის. იკითხეთ მოთხრობები, თავს ძალა დაატანეთ და იკითხეთ მოთხრობები. კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ უფრო მეტ თემას მოიცავს და როცა რომანს მოიყვან მაგალითად და როცა მოთხრობას მოიყვან, გამსწორებელს ერთ და იგივე, იმიტომ რომ ისიც ნაწარმოებია, ესეც ნაწარმოებია. ეხლა შენ იმას რა ქვია, გიუნტერ გრას დაწერ იქ თუ რეზოინანიშვილს. არა აქვს მაგას მნიშვნელობა რეალურად რო ვთქვა, იმიტომ რომ პარალელი მოყავს. კიდე არის რომ მე მაგალითად მეწერა ორი პარალელი. ერთი ფილმი მონანიება და მეორე 1984. ანუ ორივე ისეთი იყო, რომ შენი თრო უნდა მიხვიდე მაგამდე და სკოლაში რო არ გაკითხებენ და განახებენ რა. და თან უცხო ტექსტზე დავწერე რა. ხო და ქართულ ფილმებს უყურეთ. ცისფერი მთები ნახეთ. მონანიება საუკეთესო ფილმია ჩემი აზრით, საერთოდ საქართველოს ისტორიაში რაც კი გადაღებულა. აუცილებლად ნახეთ თუ არ გაქვთ ნანახი და სხვა ქართულ ფილმებს რა ვიცი. ქართული ფილმი ზოგადად მომგებიანია ქართულის გამოსვლაზე. და პლუს ერთი რაღაცა ისეთი რაც წესით არ უნდა გქონდეთ წაკითხული. ხო და მე სულ ვურჩევ რევაზი ნანიშვილის მოთხრობებს. აი ეგ არის აბიტურიენტისთვის Z გამოჭრილი. აი Z გამოჭრილი. რა ვიცი. მეტი ნუგზარ შატაიძის მოთხრობები შეიძლება. ო, მოთხრობებს მიაწეკით ხალხო, ეხლა ლექსის მოყვანა პარალელად ცოტა ის არის რა. რაღაცნაირი. არ დაგამახსოვდება ლექსი ხა, აი. სილაჟვარდე რაზე უნდა მოიყვანო პარალელად, რა უნდა იყოს. არ ვიცი. მე ეგეთი cheat code აღმოვაჩინე ძალიან შემთხვევით, რომ ეგზისტენციალიზმი ეხლა ყველაფერის წინააღმდეგ უნდა წავიდე, რაც მთელი ვამბობ, რომ ეგზისტენციალიზმი ცოტა ხანი შეეშნა. ეგზისტენციალიზმი ძალიან მოწონთ გამსწორებლებს, აი სიგიჟემდე მოწონთ. მე ცოტა ბევრი პარალელი მქონდა, ნიჩე მქონდა პარალელად, კამიუ მქონდა და ვიღაცები მყავდნენ კიდე მაგის სფეროდან რა. მოკლედ ეგზისტენციალიზმთან დაკავშირებით წიგნები თალ შეგიძლიათ არ წაიკითხოთ, ან მაგასთან დაკავშირებით ინფორმაცია იმისთვის, რომ პარალელად მოიყვანო, ძალიან ბევრგან შეგიძლიათ იპოვოთ რა. ანუ ჩვენ დროს ChatGPT არის ხოლმე. აწერინე ChatGPT-ს რაზეა ეს წიგნი. ოღონდ ეხლა ძალიან ცუდ რაღაცას მევუნებით. ქართულის გამოცდისთვის შეგიძლიათ და რა ჩვენ ვიდეოს უყურეთ ეგზისტენციალურ ლიტერატურასთან დაკავშირებით წიგნებს რა. ეგ არის ერთი cheat code. მეორე cheat code არის ჰამლეტი, შექსპირი. შექსპირის პიესები არის უმარტივესი, ანუ დროის თვალსაზრისით თორე გასაზრდელად გასაგებია რომ რთულია, მაგრამ დროის თვალსაზრისით ძალიან მარტივად წასაკითხია და საკმარისად კარგად გაიაზრებს ნებისმიერი ადამიანი ჩემი აზრით, ვინც ცოტა კუას დაატანს იმისთვის, რომ პარალელად გამოიყენოს. თან შექსპირი რო გიწერია მე-12 კლასებში. ეგ არის რომ უკვე იცი რა. აი, გამსწორებელი რო და შექსპირი, ვა. აი მე რომ მე-12 კლასში ვიყავი, ჩემი ერგული ალბათ ორ კაცს ხონდა მაქსიმუმ შექსპირი წაკითხული. ეგეც ძალიან გადამკვდარი მკითხველები ვინც იყვნენ რა. მე პირადად არ მქონდა, არა მე-12 კლასში მქონდა. ხო, ხო და შექსპირი წაიკითხეთ, ეგზისტენციალიზმი ძალიან მოსწონთ და ქართული ნაწარმოებები უყვართ ძალიან გამსწორებელს რა. მაგრამ აი და რაღაცა რამდენიმე ცნობილი ამერიკელი მწერალიც მოწონთ, აი ჰემინგვეი და ფიჩერალდიც მოწონთ მაგალითად რა. მაგრამ აი
თავი არ შეიწუხოთ იმითი, რომ აი უცნობი მწერალი რახან არის, თავს ხო არ მოვაწონებ გამსწორებას ან რაღაცა. არა, არ ინერვიულობთ მაგაზე. ცნობილი მწერლები, ცნობილი ტექსტები, ისე ძალიან კარგია, იმიტომ რომ იმ გამსწორებელმა კარგად იციან, რომ მაგას აქ წაკითხული არ უნდა გქონდეთ ტექსტები, მაგრამ რახან გააქვს წაკითხული და თუ აჩვენებთ, რომ გაზრებული წყობთ, აუცილებლად ქულას მოგიმატებენ რა. და თან ქართულის მასწავლებლებს მოусმინეთ ქართულის გამოცდის წერისას რა, ანუ გაიხსენეთ რას გეუბნებოდნენ. ანუ ჩვენ აქ ვამბობთ, რომ ხშირ შემთხვევაში რასაც ქართულის მასწავლებლები ამბობენ, შეიძლება არ იყოს მართლა ის, რაც არის ტექსტში. რას ლაპარაკობ? მე რამდენი რამე მახსოვს ლიტერატურაზე, ჩემი ქართულის მასწავლებელი. არა, ჩვენ კარგი ქართულის მასწავლებლები ვყავდა, გაჩერდი. მე მინახავს ქართულის მასწავლებელი. არა, ცხადია დაშვება ეგ არის, რომ კარგი მასწავლებელი გყავს, რაღაც ცუც არ მოვა. ხო და არა, მე რას მომიცი, ანუ რაღაცეები რაც სტანდარტულია რაღაცებს, რასაც ხშირად ეუბნებიან, ანუ ტექსტბუქ რაღაცები რაც არის. გამოცდისთვის ეგ გამოცადეგია რა. ანუ შეიძლება უშუალოდ ლიტერატურის ანალიზისთვის გამოსადეგი არ იყოს, მაგრამ რეალურად ის ქართულის მასწავლებლები მაგას იმიტომ გასწავლიან, რომ გამოსადეგია გამოცდაზე რა. იციან შენამდე 1000 ადამიანი იყო მათ ხელში, ვისაც ჩაუბარებენ. ხო და იციან რაც მოგაპოვებინებთ ქულებს რა. ამიტომაც უსმინეთ ქართულის მასწავლებლებს ყველა ვარიანტში გამოცდისთვის რა. ეგ იცოდეთ, რომ ტექსტბუქ რაღაცები, რასაც გიტყვენ, აუცილებლად გაიაზრეთ და აუცილებლად გამოიყენეთ ეგ ინფორმაცია რა. ძო, ეგ არის ჩემი რჩევა. და ანუ მუშაობა და მუშაობა. ხო, მუშაობა ყველაფერში. არ წერე. არ გამოვარ. გამორიცხული. კი. ეგ არის. მადლობა ხალხო ყურადღებისთვის. ამდენი ხანი რომ გვისმინეთ, იმედია რაღაც საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მოგეცით, რაც თქვენს ცხოვრებაში რაღაცა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარებათ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო. ეგ იმისთვისაც არა საჭირო რომ მოიგოთ ეს ეგნი. 51 არ დავამთავროთ. ხო. ერთი თვითონ უნდა ვიყვედოთ, 2.41 მორჩება. მოდი უბრალოდ ვიყვეთ და 42. დააკომენტარეთ ხალხო, არხი გამოიწერეთ და ვიდეო დაალაიქეთ. და ქისაზე ჩარიცხეთ 40 წამიც מחარ 40 წამიც. ხო. თუ გინდათ რომ მოიგოთ მოკლედ ეს წიგნი. ან თუ ვიდეო მოგეწონათ. ნუ ეს ხა რა თქმა უნდა ჩვენ აქვს საუბრობთ ისეთებზე ვიც მხოლოდ წიგნისთვის დაალაიქებს. ხო. ამ ვიდეოზე უნდა ავიდეთ 2000 გამომწერზე ხალხო. ეს ხა დაიდება მალე. 3 საათში. ხო. ძალიან მალე დაიდება და უნდა ავიდეთ 2000 გამომწერზე და გთხოვთ რომ გამოიწეროთ. ამის გარდა კიდევ შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ ქისაზე კამერის საყიდლად. დიახ. ეგ არის და ეგ. მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ ბედნიერ კვირას. დაგიბრუნებით ერთ კვირაში. გაბრწყინებულ საქართველოში გეცხოვროთ როგორც ჩემი მოსწავლე ამბობს.